ნატოს წევრობის გარეშე საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე სენატის შესაძლო გადაწყვეტილებას აფასებენ კანონმდებლები. მართლ გულში აცხადებენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ხელისუფლებაც საგარეო კუთხით ყველა ნაბიჯს დგამს საქართველოს ინტეგრაციისთვის. უმცირესობის წევრების თქმით, საქართველოს როლს გააძლიერებს. ძალიან კარგია, რომ სენატი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს იმ წლების განმავლობაში სამუშაოს შედეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს სენატთან, ამერიკის კონგრესთან, ბუნებრივია ნატოსთან და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მართლაც ეძდება რისკები და საფრთხეები, რაც უფრო უახლოვდება ნატოს, რუსეთის მხრიდან, სწორედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული მოქმედებები, გამოყოფილი სახსრები, თუ დახმარება, თუ წვრთნა, თუ ასე შემდეგ არის რეალური შედეგი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. უსა სამიტის მერე ეს მხოლოდ და მხოლოდ ღრმავდება, მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო რაღაცა ახალი იმპლიკაციები ემატება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკურ თანამშრომლობას, არამედ თანამშრომლობას სამხედრო, ეკონომიკური და სხვა სფეროების გათვალისწინებით, შეფასებითი მისია, ეგრეთ წოდებული ჩამოგზადება, როგორც ნატოსი, ასევე ამერიკის ორმხრივი საქართველოში, მას შემდგომ უკვე გამოჩნდება ის რეალური კონტურები, თუ რაზე გავდივართ.